მეგრული სუფრა იყრება. დადგა როგორც იქნა სამეგრელოს დრო. გამოიკვეთება საუკეთესო ელარჯი. ჩაუფინოთ და დავიწყოთ. თავი კერძით. ოშა. ელარჯი მეგრული სუფრის დედოფალია. კატა. შეგამიკეთ. მე თუ რა გემრიელია. ყოჩა. აი მე ავიჟებ ჩემ თავს. მიხვალეთ. კულმინაცია. ძლივს ლაშამ რაღაც თქვა. დააგზა კამერა. ხანია ამ ეპიზოდისთვის მემზადებით დადგა როგორც იქნა სამეგრელოს დრო. მარტვილით ვიწყებთ, სადაც ძალიან კარგი სივრცე დაგხვდა, რომელიც არის აგერ კანიონთან, ზედ კანიონთან. ზედ კანიონზე. ულამაზესი მშვენიერი მყუდრო გარემო არის, ძალიან კარგი მასპინძლებით. ხო, გულს უნდა ქვია და რას თავარია, კერძები რომელიც მზადდება არის ადგილობრივი მზარეულების მიერ მომზადებული და არის მთლიანად ფერმერების პროდუქტი. მზარეულები არიან თვითონ ადგილობრივი ფერმერები და მათი ფერმიდან არის პროდუქცია წამოღებულიო და ძალიან საინტერესოა და გავსინჯავთ ახლა ყველაფერს და მარტვილი ალბათ ერთ-ერთი ის ადგილი არის, საიდანაც სამეგრელოში მოგზაურობა უნდა დაიწყო. ძალიან ლამაზი. მე კარხასიაზე დავდექი, სანამ საჭმელი მოვიდა და ლუდი ცივი. დღეს არის პირველი ამინდი, როცა ცივი ლუდი გესაჭიროება ადამიანს. მე ბებერი ძვლები გამithვა ხალხო, ბებერი ძვლები ძლივს მოთობა. აუ, ხაჭაპური. ხაჭაპური რა დიდებულად გამოიყურება. იცი რითი ვიწყებ? ქათმით, სოფლის დედალია. არ დაგავიწყდეთ, რომ ანას არ უყვარს ქათამი. ისე გამოიყურება, უნდა ვჭამ. პირდაპირ უნდა ტიკო ალბათ. შეგამიკეთ. მე თუ რა გემრიელია. ძალიან გემრიელია. ცოტათი არა. რაც ფანტასტიკაა. სოფლის ქათამი რო არაზე ეთყობა, იცით? როდა? ნარბენი ქათამია. კუნდებიან. სასწაულია და ტყემალი რა გემრიელი არის, იმენა ამჯერა. სასწაული ტყემანა. ეპიზოდის თავი თალა. მოვძებნოთ საუკეთესო ელარჯი. ხოდა. ეხლა მითვიწყებთ და მე რა ელარჯის ამოწეულასაც გადავიღებთ. ელარჯი მე ვიტყოდი რომ მეგრული სუფრის დედოფალია და დამამშვენებელი. ისტორია ესეა რომ ელარჯი უფრო მდიდარი კერძია. ელარჯი ჩემთვის ცალკე კერძია. ღომი უფრო მისაყოლებელი ცარიელს ღომს არ ჭამდა. ელარჯზე გიჟდები ცარიელ ელარჯს. რო ამბობენ რომ ღომი და ხარჩო არისო და ელარჯთან ხარჩოს რა უნდაო? რა უნდა? ელარჯთან მეოსება ხარჩოთ არის. ღომთანაც მეოსება, მაგრამ ნუ ელარჯთან უფრო მეტად. ხოდა ელარჯი ყოფილა წყემსების კერძი. ან შეიძლება ლეგენდა არ ვიცი. იმიტომ რომ მარტივად მთაში წაიღებდნენ ამ ფქვილს, დაფქვილს და ახალ ყველს ჩაუშვებდნენ და ამოწელავდნენ და ამბობენ რომ ნამდვილი ელარჯიო უნდა იყოსა ერთ-ერთზე. იმდენივე ყველი რამდენიც ფქვილიო შეიძლება სისულელეს ვამბობ. წემსი რომ მიდიოდა. ალბათ ჭრის ფარა მიყავდა, ხო? ძროხის ყველი საიდან? ძროხას რა არ წემსი. ძროხას მენახირე ქვია. სისულელე სამეგრელოს მთებში. ძროხები აყავთ. ძის ყველი სულგუნი არის. ხო, მაგრამ წემსი არ ქვია იმას. აბა რა ქვია? ძროხას ვინც წემსავს, მენახირე არ ქვია? ეს არის არ ვიცი ხალხო დაწერეთ კომენტარებში. მუსივით დიფია. ცოტა ჩემთვის მასეა. ჭარხლის, მაგრამ ძალიან გემრიელია მაინც. ერთი რამე უნდა აღნიშნო რა, როგორც აველე პირობებშიც ვართ.
ეს სერვირება მომწონს და უფრო გემრიელად ვჭამ რა. ესეც მეგრულია, ესე მომზადებული ლობიო სხვათა შორის, ლაშა ლობიოს მხარი. მიყვარს? ბიძან. ეს ჭარბი ძალიან გემრიელი. მარილიანი არ არის შემთხვევით. სამსუს მოაშია. აიმე. ლობიო არის ფანტასტიკა. აი ის რა არის? ეს. ხო. არ ვიცი. მიდი გაიდე. მოთხოვე. დასაწყისშივე ეთყობა ამ ხალხს, რომ საჭმლის კეთება უმაღლეს დონეზე იციან. სახლური საჭმელია რა. ეს არის ჩემი თავი ლობიო. ნესტის ერთ-ერთი უდიდესი მინუსია კოღო. ეს ის კაია. მაგრამ ლობიოსნაირი ერთ-ერთი არის. ეს ისპანახია? გავს ხო. ხო. აი, ხაჭაპური ლაშა. ამას შეჭამთლია? ვერა, მე დასაწყისშივე უნდა გამოვწყდე, რომ მეგრული ხაჭაპური ჩემი საყვარელი არ არის ხაჭაპურებში. მეც იმერული მირჩევნია, მაგრამ ნახე ეს არა. გემრიელი ჩანს. ზოგადად ხაჭაპური არ არის ჩემთვის საყვარელი კერძი. ეგეც უნდა ვთქვა. გემრიელი ნაწილი მაგას. ვაიმე, მადლობა. ეს რა? აი, ფუჩხორია. აი, ეს ვისაც ხაჭაპური გიყვართ, ძალიან კარგია. ძალიან სახლურია. ხაჭაპურის საჭმელად თუ მიდიხართ სადმე, უნდა ჭამოთ მარტო ხაჭაპური, ანუ იმის იქით რაღაცა უნდა ჭამო პროსტ. აი, პიცაზე რომ მიდიხარ, პიცის საჭმელად ხომ მიდიხარ რა. საქართველოში ვიცით მარტო ეს რომ ხაჭაპური, ხინკალი, ქაბაბი, ლობიანი, ეს გემრიელესი არის მართლა. აი, ჩემი აზრით ხაჭაპურს ყველაზე მეტად სულგუნი ხდება. მაგრამ აბა არ მიყვარსო მეგრულიო და არა, მეგრული იცი რატო არ მიყვარს? მეგრული იცი რატო არ მიყვარს? რატო? ყველი ხო არის შიგ თავში რა ხო. და ზემოდან კიდე ყველი რო არის და ძალიან მშუყე არის ჩემთვის და მე ისედაც ხაჭაპური არ მიყვარს თქო დიდად. მიყვარს, მაგრამ ნუ ჩემ ფავორიტებში არ გადის. ეს ძალიან ოვერდოზი არის რა. ელარჯის ბურთები, ბაშიში. გადამოგიყოლეშო. მოიდი შენი სამელოც ჭამს. რვალართია ფათხარ დასყვეული მოდი. აუ, გამოიწერეთ რა არხი გეხვეწებით, უმავიწყდება და ცოტა ემატება გამომწერები ყოველ დროს. ძალიან გემრიელი. აქ რომ მოვჭეთ გადაღებას და სხვა აღარაფერი გადავიღოთ არ შეიძლება? რა განსხვავებული გემოაქვს ბაჟის? ბაჟი არის სხვანაირად შეზავებული და ხო, მარტო. რა აქვს? არ ვიცი. მინდა რომ მალე გავცნიდოთ ყველაფერი, რომ ქათმს დაუბრუნდე. რიგითობით ლობიანს უწევს. მე გობლენს ვერ გავშენდა. აი მე ავიჟებ ჩემ თავს. ბაჟა, დამისხი გვინი გეთაყვა. ეცა. ოჯალეში არის ნუ მეგრული ღვინის ჯიში. რომლის სამშობლოდაც ითვლება სალხინო და მარტვილი. შედარებით სუბუქსხეულიანი, მაღალმჟავიანი, წითელი ხილის და კენკრის არომატებით არის. და ძალიან საინტერესო და კარგი ღვინოა. დადიანების სასახლეს, რომელიც სალხინოშია, უკავშირებენ ამ ჯიშის გავრცობას და გაპოპულარულებას. ლობიანზე ვიტყოდი, რომ ფლად ის არ არის, რაც უნდა იყოს. ყოჩა, ლაშამ, რეჰანზე კრიტიკულ აზრს მე რომ მიჩიოდნენ ხოლმე ძლივს ლაშამ რაღაც თქვა. სხვანაირ ლობიანს ვარ მიჩვეული უბრალოდ. შეიძლება სამეგრელოში ესეც მოაწონ. ამ წუთას ხაჭაპურს ავირჩევდი. ხაჭაპური ძალიან გემრიელი, აი უმაგრეს ხაჭაპურია და არ ვიცი მაგ სახლურ გემოს რა აძლევს, მაგრამ აი განსხვავდება ხოლმე რა. იცი რა აძლევს? არ ვიცი. ის პროდუქტი, რომელიც ფერმიდან მოაქვს. ხო, ალბათ, სწორია. ულგუნი, უჩხორია. კაცი ღვინა? ძალიან კარგი, მშრალი, კარგი ხარისხის. ოჯალეშია, მინდა გითხრა. მანდედან დაიწყე რამადაზეა. აი, ვიშვერეთ. უჩხოლიას შიოპიტნა არის. ეგრო ცალკე ღომზე მელაპარაკე. ღომია რაღაც ფანტასტიკა. ძალიან კაი ღომია. აიმე. ხათქათა. ზუსტად იმ სისქის არის. ნამდვილი მეგრული ღომი როგორიც უნდა იყოს. ხელი არ არის და არც ძალიან შეკრულია და ყელში არ გეჭხირება. და აი ყველი კიდე ცალკე ამბავია. სულგუნი, ცოტა ცხიმიანია, მაგრამ უხდება ამ ღომს და ფუჩხოლიად. ევია ჩემი მიკეთებდა ხოლმე.
ღომს და ბაჟეს რა. იმის ღომს გავს ეს მაგრად, იმიტომ რომ აი იმას ქონდა ხოლმე ეგეთი შეფასება, რომ ღომი უნდა იყოს იდეალურად გარეცხილი. აბა ხო. ეგ მნიშვნელოვანია. ბავშვობაში ხო იცი როგორ გიხარია სამეზობლოში ჭამა რაღაცა ის და სხვაგან თუ შევჭამდი ხოლმე შეტამეუნებოდა რომ იმათი გარეცხილი ღომი რა იქნება. ეს არის იდეალურად გარეცხილი ღომი. ეხა ცხონებული რომ ხედავთ ეს ვიტყოდი. ჩემ დეიდაშვილს პატარა რო იყო ძალიან უყვარდა ჭამა და ბებო გებრიელა დაკეთებდა ხოლმე და სახში რო ჭამდა მე მიდიოდა და მეზობელს შესჭიოდა ხოლმე რომ ეთო არ მოჭამა ბებო და მე იჭამდა ხოლმე მეზობელს გამოსანი. არა დაწერეთ მეზობლებში ჭამა ვის გიყვარდათ. სახში ჭამას ბევრად ჯობდა. მე ჭამა მიყვარდა მარტო დესერტები მიყვარდა ნამცხრები. ესეთი სოფლის წიწილი რეჰანის ისტორიაში არსად მიჭამია და ესეთი ღომი ყველი და ფუჩხოლიაც არსად მიჭამია. ეს წიწილი მარტო არაფერი იქნებოდა ტყემლის გარეშე, აი ტყემალი არის სასწაული. ესეთი ღომი და ფუჩხოლიაც არ მიჭამია ბევრი. გებჟალია მოვიდა მეგრულ სუფრაზე. ია, კატა ტანკატა. ნახე როგორი წვენი აქვს შრატივით, თითქოს თავისავე ყველის წვენშიაო. ეგ ჯობია ღომის. მერთო გადამარხია. მივირთვა. ხო, ოი გაყოтлება. ოპა. მეც ეგრევე ძალიან. აუ, ძალიან გემრიელია. თბილი. ახლა გაკეთებული. კიო დადი ჭამე. გააგზა კამერა. მერთო ეს აჯიკით არის გაკეთებული. მაგიტო შოუს ეს ბაზა. ეს ფერი. მწვანე აჯიკით. ძალიან ახალია ეტყობა და აი ეს სითბო ახლის გემოთან, სულგუნის გემოთან, პიტნაც იგრძნობა, აუ ძალიან წვნიანია. სულ ვამბობ, რაც მე და ანამ იტალიაში რამოდენიმე ეპიზოდი გადავიღეთ. მასმერე რომ ჩვენი ბრენდინგის ნაწილი უნდა იყოს სულგუნი ნებისმიერ ფორმაში რა. ნედლი, ძიანი, ახალამოყვანილი, გებჟალიაში, მაგარი სულგუნი თუ რაც იქნება, როგორც იტალიელებს აქვთ მოცარელა საკუთარი იდენტობად გადაქცეული, ისე უნდა იყოს ჩვენთვისაც რა, ქართველებისთვის, იმიტომ რომ ნაკლები არის კი არა, ხშირ შემთხვევაში კარგი სულგუნი კარგ მოცარელას მირჩევნია. მისახედი გვაქვს სულგუნი. ეს ყოფილა ბადრიჯანი შეზავებული. ნიგზიანი ბადრიჯანი. ხო. და ეს ჭარხლის ფოთოლი კი ქონდა ცოტა ჭახრაკინის გემო. ხო. კაია, საინტერესოა. კულმინაცია. მოვიდა ელარჯის დრო, რომელსაც ვაჩელენჯებთ და გამოიკვეთება საუკეთესო ელარჯი, რაც ამ ვიდეოში გაისინჯება. აია. ძალიან კაია. დასაწყისში რო ვთქვი. ერთ-ერთზე უნდა იყოს მეთქი, იმდენი ყველი აქვს? ძალიან ბევრი ყველი აქვს. ძალიან კაია. ღომი არ მეყვარს ეგრე ძალიან როგორც ელარჯი. მაქსიმუმ ღომს ეწმინოს. პიტნის соуსი მოყვა. მოდი ახლა. რომელიც ამოუწე. გავსინჯავ პიტნის соуსს. მე ამოუწე. აი. არ ვიცი, ძალიან გემრიელია. ხშირად ელარჯი როგორც ხდება ხოლმე, რომ ერთგვაროვანი მასა არის რა, ყველი და ის ღომის მასა ასე ვთქვათ. თლად ეგრე არ არის, მაგრამ შეიძლება ესეთი უნდა იყოს. შეიძლება არ უნდა იყოს. ძალიან მომწონს. соус მეყავს იმის გემოზე. გებჟალის. პიტნის გამო. პიტნა საერთოდ მეგრულ სამზარეულოში რაც ხშირად იხმარება, მე მგონი სხვა კუთხეებში საქართველოში არ იხმარება ეგრე არა? ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბახჩეული არის პიტნა. აი მე ვეღარ ჭამეთ. ანუ ეს ცალკე ეს არის ხა. ერთი სადილია. იქ რა ჭამთ ყველაფერი ერთი სადილი იყო ცალკე და დაგვაღამდა. აქეთ არის გამოფენა.
ადგილობრივად ნაწარმოები პროდუქცია. წიწაკის კონფიტური, ტყემალი, მეგრული ჰალაპენიო, მეგრელიან ჩილი სოუს, იქით თაფლი, მურავა. აი ადგილია, მოკლედ ეს გულს უნდა. ნახე როგორი ლოკვორელია. ეს ნაწილი დავასრულოთ, მაგრამ ელარჯის ძიება და სამეგრელოს ეპიზოდი ამით დასრულებული არ არის. ზუგდიდში თუ ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ დადიანების სასახლე, რომელიც ზუგდიდის შუაგულშია და ძალიან ლამაზია თავის ულამაზესი ბაღით, გვერდით ბოტანიკური ბაღით. სასახლე მე-19 საუკუნეში აშენდა და შიგნით საინტერესო სხვადასხვა ექსპონატია დაცული და ლამაზია ძალიან. და ასევე ინახება ნაპოლეონის სიკვდილის ნიღაბი, რომელიც სულ 3-ია მსოფლიოში და ერთი აქ მოხდა, როგორ მოხდა აქ და დავით დადიანის და ეკატერინე ჭავჭავაძის შვილი, სალომე დადიანი, ცოლად გაყვა აშილ მიურატს, ნაპოლეონის ძმისშვილს და ესე არა მარტო ნიღაბი, ნაპოლეონის ნივთებიც არის აქ დაცული და შენახული. ასევე არის ესეთი ლეგენდა, რომ დადიანების განძი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი და გადამალულია და სხვადასხვა ვერსია არსებობს, რომ ოჯახის წევრებმა და საგვარეულოში თამომავლობამ სხვადასხვაგან შეინახა, გადამალა და ასე შემდეგ. შუაგულ ზუგდიდში არის პატარა სამოთხე, კასა დე ხასი ექვია. საოჯახო ტიპის სასტუმროა და აქვს თავის რესტორანი. თუ აქ არ დარჩებით, შეგიძლიათ ბაღში მისანცადილეს, ოღონდ წინასწარ შეგვეთით მარტო. დავაგემოვნებთ აქაც კიდევ ერთ ელარჯს, ელარჯთან ერთად სხვა რაღაცეებსაც რა თქმა უნდა. დღევანდელი ელარჯი გამოიწვევს გუშინდელ ელარჯს აიქრობაში. მეგრული სუფრა იყრება. წავედით. აი ეს არის ჩემი აზრით მეგრული ესთეტიკა, რაც ამ სუფრაზე ხდება. აი ნახე, ყვავილები რა სილამაზია, ძალიან ლამაზია. ხო, ყვავილები ლამაზია, გარემოც ლამაზია. საოცარი აი ულამაზეს. ეს რა არის თქვათ ახლა? ეს ჩვენმა მასპინძელმა გითხრა, რომ სამეგრელოში მიღებული არისო, რომ სანამ ჭამას დაიწყებ და სუფრას მიუჯდები, უნდა ჩაუფინო რა. ეს ჩაფენა იმისთვის არისო, რომ იმდენად ნიგზიანი კერძები, ღომი, ელარჯი რაღაცეები ძალიან ძიმე მისაღები არის კუჭისთვის და კუჭის მოსამზადებელი ეტაპი არის ეს რა. ჩაუფინოთ და დავიწყოთ აუ ელარჯი მალე. ამ ჭიქით მე სადღეგრძელს გარშე ვერ ვუფენ ხოლმე ვაშა. ამ კარგ ადამიანებს გაუმარჯოს, ვინც ჩვენ აქ მიგვეღო, იმიტომ რომ ხო ძალიან საინტერესო ხალხია და კარგ გარემოს ქმნიან. მოდი მე მგონი ელარჯით დავიწყოთ ანა. რასასიამოვნო ჩასაფენი იყო, ხო? კი. დავიწყოთ ჩვენი იმით რა ქვია, ეპიზოდის თავარი კერძით. მოგეხმარ. ეს თუ არ გაჭერეთ. ელარჯი არ წდება. ვერ გაწყდა. ხარა და შეგრილდა, მაგრამ მაინც. გამოუშვი და შენც მოგეხმარები რომ გადაიხო. მე ხარჩოს პარემ მოუდებ. აულაშა. ჩვენი მეორე ელარჯი ამ ეპიზოდში. არ წდება, ნეტარება. ცალკე კერძია ეს. რაგიტო ვერ ვაყოლებ. აუ ძალიან. ეხლა ამას ხარჩოს. მაგრამ გუშინდელს და დღევანდელს შორის რა, გემოვნური თვისებებით ორივე ძალიან გემრიელი იყო. ანუ აი გუშინდელს ის ყველიც ძალიან გემრიელი იყო. ხომიც უბრალოდ ძალიან შეწუხდა გუშინ მასპინძელიც, რომ კარგად არ იმასქნა რა, არ ამოიზილა თუ რაღაცა, მაგრამ მე ძალიან მომეწონა მაინც. უბრალოდ სტრუქტურულად, ნუ ეს ახლა უფრო კლასიკურია. უფრო გამართულია. უფრო გამართულია და გემოზე ნუ ესეც უნაკლოა. ყველაფერში გეთანხმები. ვაყოლოთ ხარჩო ელარჯი. რავი, სასაული ხარჩოა.
გადასუნელებული არ არის. არც სიცხარე გიყავს ძალიან არც მიგზიანი გემო არ არის საკარგული და ხორცის. და ელარცაც უხდება. კი ვამბობ, რომ თალკე კერძია მეთქი, მაგრამ აუ ძალიან კაია. ხომ უნდა გავსინჯოთ, რომელიც ასევე უკათქათესია. ხომამდე მე გებჟალიას გავსინჯავს, სადაც უშველებელი პიტნის ღეროები და ფოთლებია. და ღომი არ მივაყოლოთ ამას? ხომში ისეთი ფუჩხოლია და ყველებია ჩადებული, რომ მე მგონი ეს არ ჭირდება. კაი. ესეთი როგორი კერძებია იცი? კლასიკური და ძალიან გემრიელი ამავდროულად. ყველი პიტნა ეს წვენი ძალიან კაია. ცოტა ხორჭიალებს სულგუნი. დავარღვევ ჩვენი ვიდეოს წესებს ცოტა და გებჟალიასაც შევატარებ გუშინდელს. ჩემთვის გუშინდელი გებჟალია უფრო საინტერესო იყო რა. ეს უფრო კლასიკურია და ძალიან გემრიელია. მაგრამ გუშინდელი ცოტა განსხვავებული იყო რა. და თბილი იყო ის სულგუნი გადასწრებული. ხო, რაღაც ძალიან ახალ ამოყვანილის არომატი და ეფექტი ქონდა გეთანხმები ლაჟა. მაგრამ ნუ კლასიკურ გებჟალიას რაც შეეხება ესეც უგემრიელესია. ღომი კათკათა. ოდნა უფრო თხელი ტექსტურის არის ღომი. ვიდრე გუშინ? ხო. აუ რა ღომია და რა ყველია ღმერთო, კაია. აუ რა სულგუნია. არა გებჟალიას ძალიან ხდება. აქ მაწონიც არის, რომელიც წაღან ვერ მოვითმინე და ერთი კობზი გავსინჯე და ისეთია. სახური მაწონი ღომისთვის არის? კი. სანამ არახს ჩაუფენდით, მანამდე ჩაუფინეთ ლიქიორი. ჩვენმა მასპინძელმა ბატონმა გიამ გითხრა, რომ აბა თუ გამოიცნობთ რისიაო. ხო და ვერ გამოიცანით ვერც ერთმა. ტკბილი ხილის გემო იგრძნობოდა, მე ატამი ვთქვი. ვერც ერთმა კი არა, ვინც აქ შემოსვლა, არავის არ აქვს გამოცნობილია. გიორგი მთაფლიო, შენ რა თქვი? მე რაღაც ყვავილი მეგონა რა. ხო და აღმოჩნდა ნესვი. მაიცა საინტერესო გემო ქონდა და ძალიან გემრიელი იყო. ლაშა გამოუშვილობია, თორე მოგვიყვდა გიორგი შენ. ბაღომთან ერთად. აია. იცი არის, მე ადრე სამეგრელოში ნაჭამი მაქვს ჩემ მეგობრებთან ოჯახში. სუგდიჩიქს. თხელი წყალწყალა ლობიოს ვარიანტი, ანუ არ იყო ამოზელილი საერთოდ. ეს არ არის ძალიან ამოზელილი, მაგრამ ეს უფრო სქელი მასა, ანუ მე მეგონა რომ ზუგდიდში ზოგადად ისეთი იცოდნენ. აი ალბიო. და ღომზე ასხავენ, ხო? მე უბრალოდ არ მიყვარს ეგ მიქსი. ორი იმდენად დამოუკიდებელი კერძია. ლობიო კაია. ამის გაერთიანება არ შეიძლება. არ გილობია, მაგრამ ანუ ამ ელარჯის ფუჩხოლია ღომის, იმ სულგუნის და ხარჩოს ფონზე ცოტა მეკარგება. მოდი ლობიო ვაცადოთ რაჭველებს. მეგრული ხაჭაპური. აი ხაჭაპურის ასპარეზს კი ნამდვილად დაგითმობ, მე ვერ გავსინჯავ ხაჭაპურს. ვერ გავსინჯა? აი რა. პუტკუ ხაჭაპური. სამეგრელოში მეგრული ესეთია პრინციპში, ზევიდან ყველიც რა თქმა უნდა. ყველით არის ძალიან გადატვირთული, ვისაც ეგეთი უყურს, მოეწონება ბევრი ყველით. მეგრული ხაჭაპური ეგეთია. ხო რა, მეგრული ხაჭაპური ეგეთია. აია, მაგრამ ჩემი სიყვარული აქ მაინც ელარჯა ხარჩო და ღომი ფუჩხოლია და გებჟალია. ერთი ნესვი ხო არ ჩავაყოლოთ. მე დაგისხავ შენ. უბრალოდ ძალიან ტკბილი იყო ჩემთვის. მე მომეწონა ხე დესერტად ჩავაყოლებ. ასად ეხა სიაში დახურული სივრცეც არის რესტორნის. ასევე პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმით არის ჯარგვალის ოთახი, სადაც შუა ცეცხლია. გაუმერჯოს ჩვენს მეგრულ ეპიზოდს. გაუმარჯოს და რა შედეგით დავამთავრებთ არ ვიცი, ძალიან ძიმეა ყველაფერი რას ვჩვენთ. არც ეგრეა მთლად.
გუში მაგალითად ძალიან ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური რა. მე მაგალითად ჩემთვის ბევრი ხორცი ბევრად უფრო რთული მოსანელებელია, ვიდრე ეს ყველაფერი. არა, ხორცი გამოუშვით. გემრიელად რო შეჭამთ მეგრულ საჭმელს, ულამაზეს ბაღში რომ გაისეირნებთ, შეგიძლიათ მუსიკალურ სკამზე მუსიკის მოსმენა და ჩართვა როგორ უნდა გაჩვენ. ესეთ ტკბები ხედით, მუსიკით, ადგები გამოირთვება, დაჯდები ჩაირთვება. ყალამდე უნდა ჩაუფინო. ეს მეყვარს, ფრანგული. რომელი ავგინდა? ესპრესო. აქედან წავალთ დიდ რესტორნებში. იერონი და მენზელი. განგემია. თან. ხავა არ უნდა და ჩემთვის ავაწყიც და მინდა იცი გემრიელად ჩამერხა და მოვედით. ხარია რომ გვესტუმრეთ. მიხარია რომ გვიყურებთ. ხა დიდი. ნახანდის მადლობა. იერონი ნახე. იერონში მოვედით. ზუგდიდში ყველაზე ცნობილი ისეთი ტრადიციული და დიდი რესტორანი. ვაშა. ოპა. აქ იყო საუკეთესო ელარჯი ხოლმე და ეხა არ ვიცი და ხარჯო. შეიძლება ოდნავ უფრო აი რაღაცა სხვანაირი ყველის გემო აქ მაკლია, ვიდრე იმ ორში იყო. თუ განწყობის ამბავი. გავსინჯავ ეხა. არ შეიძლება ხოხდები საოჯახო რესტორანში სხვანაირი განწყობით ხარ. შეამჩნევდით რომ გიო წავიდა და ისე უწვალობთ. გაგვტოვა და უკვე გაგვიჭირდა გადაღებაში. არხი გამოიწერეთ. ჩვენი ვიდეოები გადააზიარეთ სამეგრელოს ჯგუფებში. ძალიან დაგვეხმარებით. კარგია ხო? გემრიელია, კი. ხარჩო ძალიან კაია, მაგრამ მე ადრე აქ პირველად რო ვჭამე, მახსოვს იმხელა ეფექტი მოახდინა აქ ელარჯმა და ხარჩომ ჩემზე. რომ გონია რომ თლად ისეთი აღარ არის. მაგის მერე გაიზარდე ამ რეჰანის ფარგლებში და ბევრი რამე გასცინდა, შეიძლება მაგიტოს. არა? არა, მე მაგას კი არ ვუარყოფ. გემოვნება შემეცვალა აშკარად, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ეს შეიცვალა და არა მე. მოკლედ დიარანში ამით დავამთავრეთ. და მენზელში დავალთ. და ჩვენ საღამოს მუსიკალურად ახმოვანებს ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი. გადმოვედით მენზელში. სიცელება. მენზელიც დიარონით დიდი რესტორანია ზუგდიდში. დამავით და მეთქო დიარონი ნიშნავს შეკრების, კეიფის, სტუმრად, სუფრად დაჯდომის ტრადიციას. და მენზელ ნიშნავს მასპინძელოს. ეს უფრო თაფლიკი ტიპია, იცი? ცოტა სხვანაირია. და კიდე უფრო ფაფისებრი მასაა, ვიდრე იქ იყო. ეს რა? გებჟალი. გებჟალი არის, მაგრამ შო. მოდი მე გებჟალიას გავსინჯავ ჯერ. რა, კარგია რა, მაგრამ იქ რაც გავსინჯეთ ჩვენ კასადე ხასიაში და იქაც მარტვილში რაც გავსინჯეთ, ანუ ძალიან იგრძნობოდა ყველი თვითონ როგორი ყველით იყო გაკეთებული და იგრძნობოდა შულგონის გამო კარგად მოდიოდა რა იმაში და ესენი თითქოს იმდენად სტანდარტიზებულია რა, აი ეს მენზელიც და დიარონიც. ისინი რომ არ გამოსინჯა ვიტყოდი რომ კაია თქო ესეც თქო რა. ცუდი არ არის. ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ხო, აი
ისინი ჩემთვის წინ დგას. ებჟალია კარგია, ძალიან კარგია თან. ოდნავ მეტი მარილი აქვს ჩემთვის. შეგახსენებთ, რომ ეს ისედაც ტოპ 4 ადგილი ავარჩიეთ, სადაც შეეცვალოდით, რომ გემრიელი იქნებოდა ყველაფერი და სულ ცოტა ხანში ჩვენ რეიტინგს დავდებთ. უი, რა რბილია? არა, გემრიელია მართლა. ოდნავ მარილიანი არის ჩემთვის ცოტა. გემრიელია. ელარჯზე ეგრე არ გავიჯდი, როგორც ეგ მომეწონა. შევშელია ყაჩახ ისეთი კლასიკური. და ტოპ 1-ის გამოვლენის დროა. ტოპ 4-დან რეიტინგი იდება. მოდი, რადგან ელარჯი გვაქვს შესაძაფებელი კონკრეტულად დავიწყოთ. ჯერ მარტო ელარჯები ვთქვათ რა. მე ზოგადად შეფასებასაც გავაკეთებ. კარგი. პირველი არის კასადეხასია, მეორე არის გულსუნდა, მესამე არის მენძელი და მეოთხე დიერონი. თითქმის დაიმთხა ჩემიც რა, ნუ ორივეგან კასადეხასიასთანაც და მე იმაში გულსუნდაში ძალიან გემრიელი ელარჯი ვჭამეთ რა. გულსუნდაში დარდობდნენ რომ ისეთი სტრუქტურა ვერ მიიღო ელარჯმა როგორც უნდა მიიღო. ხო, მართლაც არ იყო, არა მოიწელა ისეცან. არა და ვინც ამზადებდა იმ ქალბატონს კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა და ყველაზე გრძლად მან ამოწელა ელარჯი. ხო, მაგრამ ნუ კარგი იყო, ნამდვილად კარგი იყო. მესამე ადგილზე ჩემთვის დიერონი გავიდა და მეოთხეზე მენძელი რა. ელარჯის კუთხით ეგრე შევაფასებდი. ნუ დიერონში და მენძელში კერძები დიდად არ გაგვისინჯავს, თუმცა ცუდი ნამდვილად არ იყო. არც მენძელში გასინჯული გებჟალია და არც დიერონში გასინჯული ხარჩო. მე ხარჩო არ გამისჯავს, მაგრამ ლაშას ვენდო სიტყვაზე. და რაც შეეხება კერძებს, კასადეხასიასა და გულსუნდა შორის გადავანაწილებდი რა. რაღაც იქ ძალიან მომეწონა, რაღაც მეორეგან. მოდი მაგას ნუ ჩავყვებით. ჩვენ მაინც ელარჯის აღმოჩენა გვინდოდა. ორივე საოჯახო ტიპის რესტორანში ძალიან კარგია ჭამა, გარემო, რაც მთავარია და მასპინძლები და მასპინძლობა. ასე რომ ასეთი იყო ჩვენი სამეგრელოს ეპიზოდი, რაც ჩამოვედით, კიდე ბევრი რჩევა მივიღეთ და მალევე გავიმეორებთ სამეგრელოს ტურს. ანამ არ ჩავყვებით, მაგრამ რამდენიმე ისეთი კერძი იყო, რასაც რო არ ჩავყვია შეიძლება. ჩაყევი. და ვარია ეგეთი გემრიელი, აი რა, მე მგონი არც მიჭამია ცხოვრებაში იქ რო იყო რა. გულსუნდა. აუ, ძალიან გემრიელი და ტყემალი სასწაული კიდე ტყემალი გამოგვატანეს. გებჟალიაც მართლა საუკეთესო რაც მიჭამია. კასადეხასიაში ხარჩო, ეგეთი ხარჩო არ მიჭამია საერთოდ. ხომი ორივეგან კარგი. ხომი ორივეგან ძალიან კარგი იყო, მაგრამ იქ გავაკეთე შეფასება კასადეხასიაში. ოდნავ წინ დავაყენე იმაში რა, გულსუნდას. ხელები აგვიწევია, ისეთი ჭამა იყო ორივეგან რა. ეხა დიერონი და მენძელიც მაინც უფრო დიდი ისეთი რესტორნები არიან, სადაც დატვირთული გრაფიკია, ტრაფიკი უფრო სწორედ, ხალხი მაინც სუშედი გამოდის რაღაცა და დიდი რესტორანია და შეიძლება ეგრე ჭირს უფრო რა. კარგი რესტორანი, კარგი ჭამა, როცა მოდიხარ ეხა სადღაც თბილისიდან გავლით ხარ ან რაღაცა, შეიძლება უცბად იქ ვერ მოახერხო კასადეხასიაში დაჯავშნა, ან მარტვილზე არ მოგიწიოს გამოლვა რაღაცა და ესე უცბად შესასვლელად ალბათ საუკეთესო არჩევანია მენძელის და ისიც რა. მაგრამ თქვენ თუ ჩვენნაირად ეძებთ გემოებს, გარემოს, კონტექსტს, ისტორიას, მაშინ საოჯახო რესტორნებს გირჩევთ. გადავიფიქრე. რა გადაიფიქრე? ანუ მარტონი გვზიანები არ არის მძიმე. ელარჯიც მძიმე. ელარჯი უმძიმესია. წავედით.